სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრებს ქართულ ენაზე, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან ახლოს არის ჩემთან, ეს ეხება ჩვენს ახლობლებზე ლოცვას, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ღმერთთან ისე არ არიან, როგორც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. მეც განვიცდი ამას, ყოველდღე ვთხოვ ღმერთს ჩემი ახლობლებისათვის და ყოველთვის არ ვიღლები ამაზე ღმერთთან სალოცავად. და პიროვნება, რომელიც სვავს, ებრაელია წარმოშობით და სხვათა შორის ბევრი არის ებრაელი, რომელიც გაქრისტიანდა ჯონ მაკარტურთან პირადად და კალიფორნიაში და ლოს-ანჯელესში ვიცი მე ეს, მაგრამ თვით ჯონ მაკარტურთან არიან და ძალიან ბევრი საღმოძრებას დაეწაფა და ჯონ მაკარტურსაც ყავს ბევრი მეგობრები ებრაული წრიდან გამოსული. ჯერ მარტო ის რა დღის, რომ ისი საყვარელი მასწავლებელი, ყველაზე საყვარელი მასწავლებელი იყო ებრაელი, რომელიც გაქრისტიანდა და ალბათ ერთ-ერთი შესანიშნავი თეოლოგი, ძველი აღთქმის სპეციალისტი იყო ტალბოტის სემინარიაში. ვინც დიდი გავლენა იქონია ჯონ მაკარტურის წვენაზე და ბიბლიურ სწავლებაზე. რამდენჯერ უნდა ვთხოვოთ ღმერთს და ვილოცოთ ჩვენი ახლობლებისათვის, ესე დავასათაურე მე. კითხვის ავტორი ესე იტყვის: საღამომშვიდობისა პასტორ ჯონ, მე ვარ ლი ბარონი. ლი ეს მარტო ჩინელების გვარი არ გეგონოთ, ხშირად ხმარობენ ხოლმე ლი. არ ვიცი, შეიძლება ეს ვილიამსის შემოკლებული ვარიანტი იყოს, ან ლევის ებრაელების შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია ლი მე ხშირად შემხვედრია და ბარონი ეს ძალიან ცნობილი გვარი არის ბარონი. არა ვარ მიჩვეული ჯონ მიკროფონში ასე ხმამაღლა საუბარს. არა უშავს ლი, გააგრძელეთ. როგორც ებრაელი მორწმუნე. მე მესმის ბოლო კითხვასთან დაკავშირებით, რაც თქვენთვით რომ სრულ წინასწარმეტყველი აუცილებლად ებრაელი უნდა იყოს, რათა წარმართოს და მოატყუოს ებრაელები. ეს ჩემი აზრია. მე მჯერა რომ ანტიქრისტე შეიძლება იყოს პაპი, მაგრამ სრულ წინასწარმეტყველი მე მგონი რომ ებრაელი იქნება. მე მაგალითად დავამატებდი ახლა ამას, რომ მე მგონია რომ ებრაელური წარმოშობის იქნება ანტიქრისტეც. არა მარტო სრულ წინასწარმეტყველი. და თავისუფლად შეიძლება ხო ებრაელური წარმოშობის გახდეს პაპიც. ასე რომ ეგეც არ არის გამორიცხული. და აგრძელებს ბატონი ბარონი ამ კითხვას. მე შემიძლია ერთი რამოდენიმე მუხლი წავიკითხო, რომელიც ეხება საყვარელი ადამიანებისათვის განმეორებით და დაუღალავ ლოცვას. და ეს არის 1 იოანეს წერილი, მეხუთე თავის 14-15. მე რომ ფონი შემექმნა, მე-11 მუხლიდან წავიკითხავ ამ ადგილს. 1 იოანეს წერილის მეხუთე თავი. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგცა საუკუნო სიცოცხლე და ის სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს, ვისაც არ აყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს. ეს მოგწერეთ თქვენ ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ. და რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. და როცა ვიცით რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან. თუ ვინმე ხედავს რომ მისი ძმას ცოდავს, არა მომაკვდინებელი ცოდვით ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს, არა მომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს მეთქი. და აგრძელებს ბარონი ლოცვების სიაში, რომელიც ყველას გვაქვს, რომლისათვისაც ლოცულობთ ხოლმე იმ ადამიანებისათვის, საყვარელი ადამიანებისათვის, მეგობრებისათვის, მხოლოდ ერთხელ უნდა ვილოცოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ ეს ლოცვა გამუდმებით, როგორც ახალგაზრდა კაცის მაგალითზე, რომელმაც თქვა, რომ 5 წლის განმავლობაში მისი და ლოცულობდა მისთვის. მე მჯერა განმეორებით ილოცვეს, მაგრამ ეს იმიტომ რომ ეკლესიაში ასე აღვისარდე და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ ლი რომ ეს სწორი გზა არის ლოცვისათვის. ვფიქრობ რომ არსებობს გაგება, როდესაც შენიცი რომ ლოცვას ვერ შეწყვეტ. ვერანაირად ვერ შეიკავებ თავს, ეს შეუძლებელია, რადგან თუ ღრმად ზრუნავ და ვნებიანად ლოცულობ იმ ადამიანების მიმართ, განიცდი,
ვერანაირად ვერ შეწყვეტ ამას, სანამდე ამას თავისი ნაყოფი არ ექნება. რა ეხლა დეიდა ალის ერთხელ ვილოცო მის შესახებ და მეტი აღარა? ნუ მაიძულებთ, ეს არის პასუხი? გესმით ხო რასაც ვამბობ? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ ღრმად ზრუნავთ და უფრო და უფრო მეტად ლოცულობთ ვნებიანად ამ ადამიანების შესახებ. ასევე მე მჯერა რომ ვნებიანი ლოცვის პრინციპი მთელ წმინდა წერილშია გადმოცემული. თვით ძველახთმაშიც კი არის ეს ვნებიანი ლოცვები, სულიერი ლიდერები როცა ლოცულობენ ისრაელის ხალხისათვის. გახსოვთ მოსეს ლოცვა, ერემიასი, ესაიასი და ყველა აბსოლუტურად. ასევე ახალ აღთქმაში იესო ამბობს, რომ ადამიანის განუწყვეტილი ლოცვა ღმერთი პასუხობს. და ამას ეწოდება დაჟინება, დაჟინებული ლოცვები. და ეს ლოცვები ყოველთვის შესმენელია. თქვენ ხედავთ, რომ თვით იესოც კი ტანჯვით ლოცულობს მამის წინაშე გეთსემანის ბაღში. და არა მარტო მისი ტყვეობის ღამეს, არამედ როგორც ჩანს, ის ღამღამობით გადიოდა და ხშირად ლოცულობდა. და ის პეტრეს ეუბნება, რომ მე შენთვის ვილოცეო. და არ მგონია ეს ნიშნავდა, რომ მან ერთხელ ილოცა პეტრესათვის. ფიქრობ, იონეს სახარების მე-17 თავი კვლავ გამოხატავს ქრისტეს გულმოდგინებას თავისიანებისა და მომავალი ადამიანების მიმართ, სადაც ჩვენც ვიგულისხმებით. რომელი თხოვნითაც ის მამას ყოველთვის მიმართავდა. ასე რომ ფიქრობ, რომ იაკობის წერილშიც მე-5 თავში სულიწმინდა საუბრობს ზოგად პრინციპზე, რომ მართალი კაცის ეფექტური მხურვალე ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ასე რომ ბიბლია გრძალავს რაღაცა ფორმულების მიცემას, რაღაცა მოვალეობის შესრულებას, ან რიტუალად ქცეულ ლოცვებს, არამედ ის ახალისებს ვნებიანი გულის ვედრებას. შეიძლება ცოტა ილაპარაკო და გულით სთხოვო ღმერთს. და შეიძლება იყოს ბევრი სიტყვები, მაგრამ არამნებიანი და არაგულიდან ამოსული. დიახ, მე ვიცი ჯონ, რასაც საუბრობთ, მე სინაგოგიდან მოვდივარ ჩემი წარსული გითხარით, რომ ებრაელი ვიყავი რწმენით. დიახ, ხომ მეთანხმებით, აი ეს არის განსხვავებული. ასე რომ ფიქრობ, რომ აუცილებლად განუწყვეტლივ და დაუღლელად უნდა ილოცოთ. და მე მახსენდება პირველი ტიმოთეს წერილი და ეს ძალიან კარგი ადგილი არის მოსაძებნად ამ პარალელს. და მე ეს ამ ტექსტზე გავაშუქე და აუდიო ქადაგებად ჩავწერე, რომელსაც სახარებისეული ლოცვა ქვია. უპირველესა ყოვლისა მოგიწოდოთ, რომ ყველა ადამიანისათვის ვედრება აღავლინოთ, შუამდგომლობა და მადლიერებაო. გახსოვთ ხო პავლე არიგებს ტიმოთეს. რისთვის? რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მათი ხსნისათვისაც, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია. და ის გულისხმობ მეფეებს და მმართველებს, რათა მშვიდი და წყნარი ცხოვრება კონდესო. ასე რომ ყველაგვარი ღვთისმოსაობით და ღირსებით, რომ ეს კეთილი და სათნოარი იესოს წინაშე და ჩვენი ღვთის წინაშე, რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს. ეს არის სახარებისეული ლოცვა. ასე რომ რისთვის ლოცულობ ჩვენ? ის პირველ მუხლში ამბობს, რომ ილოცეთ ყველა ადამიანისათვის. ნახეთ, ყველა ადამიანზე. და მეოთხე მუხლში ამბობს, თუ რატომ უნდა ვილოცოთ? რადგან ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს. ეს არის ლოცვები, ვედრება, შუამდგომლობა. რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მე ამას გულისხმობ. ეს განუყრელი ნაწილია ჩვენი, ის რაც ღმერთს სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს მასთან და გადარჩეს. ასე რომ ფიქრობ, რომ ეს სწორია და თქვენ აუცილებლად განუწყვეტლივ უნდა ილოცოთ. მადლობა ჯონ პასუხისათვის.